მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ხალხის პირისპირ, მე მისამალი კონსტანტინე ჯაბარიძე გახლავართ. დღეს ვიმყოფებით თაწმინდის პარკში, ძალიან კარგ ადამიანთან, ბატონ ტარიელს ისაუბრებთან, რომელიც არის ხატვარი და ძალიან გულდასმით და გულიანად უდგება თავის საქმეს და დღეს შევეცდებით, რომ გავიგოთ უფრო მეტი მისგან. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ დავიწყეთ თქვენი სამხატვრო სტუდია. ბატონო, დიახ. მადლობა რომ დავთანხმდით ინტერვიუზე, მოვედით და პირველ რიგში მინდა დავისვათ ასეთი კითხვა, ანუ რა ფორმატში ხატავთ პირველ რიგში, რა ესე საინტერესოდ და ესე გოხდათ რასაც ვთქვი. და რამდენი სასაკიდან დაიწყეთ ხატვა და რამდენი სწავლე პირველად გადაწყვეტეთ, რომ აი დაგეხატოთ. ხატვა ბავშვობიდან მაინტერესებდა, როგორც ყველა ბავშვს მეცილს აინტერესებს ხატვა ბავშვებში. მაგრამ ბოლომდე გავხტები ამას და აღიჩინე როგორც ჩემი პროფესია. 19 წელიდან სერიოზულად მოვკიდე ხელ, ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და ისაკეთ ხატავ. აი, რა სტილია ფერწერა, გრაფიკა, ამ სამ დარგში მუშაობ. ფერწერა, გრაფიკა, ქსოვრების დარგი. თექასაც პატიკა. ბოლო დროს გრაფიკით ვარ. გრაფიკულ პორტრეტებს ვაკეთებ ბოლო დროს. სურვილი ბევრია და ამიტომ როგორც ხედავ და როგორც ჩანს გაქვს თქვენი პარტია. სანამ აქამდე მოხვიდოდით, რა საკეთებდით? ანუ სარხატავდით, გაქვს თუ არა ნახატები თქვენი ან თქვენი ნამუშევრები გამოფენები ჩატარეთ გამოფენები? აქამდე ახლა როგორ გითხრათ, საბჭოთა კავშირი რო იყო, მაშინ ეწყობოდა გამოფენები სხვადასხვა სახის. და რესპუბლიკური რაღაც საკავშიროს ხდება და ყველა გამოფენაზე მიღებული მონაწილეობით. პერსონალური გამოფენებიც ბევრჯერ ჰქონდა დაახლოებით 80 წლებიდან უკვე სურათების გალერეაში, კინემატოგრაფების სახლში. მუზეუმებში ბევრი ნამუშევრები, რუსეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, ყაზახეთში, საქართველოშიც იქნება მეგონი. არ არის რა თქმა უნდა. სახელმწიფო იძენდა ფონდებში ნამუშევრებს. აი, ბოდიში სამკითხოს ვთქვა, რა საკითხად ახლა რა მეძიეს. ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურა. ახლა? დიახ. ახლა 77-ის. რამდენი? საერთოდ აკეთხოვა ბატონო ტარიელს, საერთოდ. და მინდა გისურვოთ, რომ კიდევ 77 გაცოცხლოთ. აი, როგორც ხედავ, ნახატების შუაში ის არის იზრაზიან ნამუშევარი და რა არის მომთხრა. არის გამოსახული? არა, რისგან არის გაკეთებული და ეს ბატონია. თეკა კეთდება, მაგრამ მატრობ. თეკა ნაბატი, მაგრამ სხვა არაფერი არ იქნება. ცოტა ან ბავშვობაში დავუკვირდეთ ჯობია, თავიდან რა იყო სანამ ხატვას დაიწყებდით თქვენი ოცნება, ანუ რა გამოგვიოდათ ყველაზე კარგად, სანამ ხატვას და ხატვაში შეხვედრობდით, ასე ვთქვათ, ან სამყაროში, ან მუშაობდით. რითი იყავით გატაცებული, რა გიყვარდათ და ასე შემდეგ. ბავშვობაში როგორც ყველა ალბათ ბევრი რამ მიყვარდა.
ცერკვა თამაში ჯერითი ცხელდა მაგრამ ხატვა ყველაზე ძალიან მიყვარდა უფრო ხატვას გამოყოფდი ანუ ხატვაში მოვლოდით იმ შვებას რაც გინდოდათ გეგრძნოთ რამდენი ნახატი გაქვთ თქვენ ცხოვრებაში თქვენ ამ პერიოდში 19 წლიდან ეს გრაფიკული პორტრეტები თამთოფლიოშია მოფენილი რა კერძა 50 წელია ხატავდა ასე თქვა საფალავით აგერია ყველგან იყო სულველი აბსოლუტურად აი თუ გაქვთ შეკვეთები მაგალითად შეკვეთებზე თუ გირეკავენ გიკვეთავენ ნახატები აი კი აი აქ სტუდიაში უფრო ტურისტები ზავრები მოდიან სულველი აქვს პორტრეტი ისეთი ჟანრია რომ ყველას უნდა კონტენს აინტერესებს თავის პორტრეტი და არათმობილად პორტრეტი ძალიან საინტერესოა ერთია ფოტო როგორ აფიქსირებს ადამიანს და მხატვრის თვალის უცხოა მხატვარი ისეთ რამეს ავლებს პირობებიდან რაც შეიძლება თვითონაც არ იცოდეს ან თუ იცის მიმაღულია ეს არ ამჟღავნებს მაგრამ მხატვარი აი ეს შინაგან ბუნებას გამოვხატავს შეუძლია დაიმატოს მხატვარზე დამოკიდებული როგორი მხატვარი იმასაც ამბობენ ბატონო ტარიო რომ აი ფოტოგრაფიას ისეთია რომ არის არსებობს ერთი კადრი რაც შეიძლება შემთხვევით დაიჭირო შენთვის არაფერს ნიშნავს მაგრამ იმან უკვე შევიდეს ისტორიაში ეს ფოტო ხო და მხატვრობა ესე არ არის ალბათ როგორც ვთქვით მხატვრობაში უფრო სიღრმეებია და ბევრი რამ არის რაც ადამიანმა არ იცის მხატვრობა ისევ დამოკიდებულია მხატვარზე მხატვარი რას ხედავს და როგორც ცდება ადამიანის ბუნებას აი რატო აირჩია პორტრეტის ხატვა რა იზიდავს მას უფრო ფსიქოლოგიური მომენტი მაინტერესებს და არა მარტო გარეგული აი ისეთი ჩავთვლე იმას მის ადამიანის სულიერ მხარეს ეს მაინტერესებს და მეგობრებო რომ ახსენ კიდეც ამას გარდა იმისა რომ პატრონს მოსწონს ვისაც ხატა მეც მომწონს ხოლმე ხშირად როგორც დავხატებს იგი რასაც ფიქრობდი ის გადმოვიცე საკვირველია გააჩნია როგორი პიროვნება შეხვდება დაკვეთა ისეთია რომ შენ გინდა თვალი და უნდა დახატო რომ ადამიანი მოდის შენთან და ყველა პიროვნება ალბათ არ არის ხატვისთვის საინტერესო მაგრამ სურვილი აქვს ადამიანს თავის პორტრეტზე უნდა დახატო აი ვიქი ხატავს ვინც მაინტერესებს ზოგიერთი გარეგნულად რაღაც გამოხედვი და შინაგანად საინტერესო პიროვნება და აი თუ ეს შეგვიძლია რაღაც ხატვის ხასიათი თუ ეს ასეთი ხატვა ასეთი პიროვნება თუ ხდება თქონდა ის კაი პორტრეტი ბანკი აი რითი დაიწყეთ ხატვა რითი ხატავთ რითი დაიწყეთ და ეხლა რითი ხატავთ ხატვა ყველაზე ძველი საშუალება ეს იყო ნახშირი ალბათ რა ნახშირი სალგებავი პასტელები მასალას არ აქვს უშუალო თავარია ხატვარი იყოს ძველ ბერძნებს მithქვათ იდე არ არის თავარი არ არის მასალა თავარი არის ხატვარი ხატვარი ხარ ნებისმიერი მასალით გააკეთებ შედევრს არ უშუალო მასალას ბევრისგან გამიგია ბატონო პატრიო რომ ანუ ხატვას ამინდის და გარემოებას შეიძლება
შეგამებამაც შეუწყოს ხელი და რამდენად მართალია. თუ უფრო ემოციურ ფონზეა ეს დამოკიდებული. საერთოდ სამყარო ისეთი მრავალფეროვანია, რომ ხატვარი ამ სამყაროს ნაწილია და გინდა სამყაროც მოქმედებს პიროვნებაზე ხატვარზე და თვითონ ხატვარიც თქვენდა საზრდოობს კიდევ. ზოგიერთი მაინც სამყაროა შუაში, თავშიც. სამყაროა შუაში, თავშიც და ბოლოშიც. სამყარო მოქმედებს მხატვარზე, ასე ვთქვათ. და მხატვარი უკვე შემდეგ აკეთებს მუზეუმზე. ეს სამყარო ხილული, არახილული, აბა ერთასი ერთნი ვართ. მხატვარი ცალკე ვერ იქნება სამყაროში, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში არის. ზოგიერთი მხატვარი სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ესე გამოვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ტარიელ საინტერესო ინტერვიუსთვის. მინდოდა რომ დისკუსია გამოსულიყო, მაგრამ დროის ფაქტორიდან გამომდინარე, ვიცი რომ თქვენს ძალიან იშვიათად გაქვთ თავისუფალი დრო და ყველაფრისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ყველაფრისთვის. მასლის ლობისთვის და ადამიანებისთვის და მადლობა თქვენ რასაც აკეთებთ. და კიდევ 77 წელი და 177 რაცაც უბრალოდ მადლობა ძვირფასო მაყურებლებო მოსმენისთვის, ყურებისთვის და ეცადეთ რომ მაინც რა subscribe-ს მიაჭიროთ და მოწონებასაც თუ ეს გადაცემა მოგეწონათ და ამ ადამიანთან საუბარი ჩემი მე მთაწმინდის პარკი ასე ვთქვათ მას ვიზლობდა მე კონსტანტინე ჯავხარიძე გავხდით გადაცემის ავტორი და წამყვანი და შევხვდებით უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა ყურებისთვის და გახდა ეს ადამიანი გახდათ ძალიან საოცარი ადამიანი, ძალიან კეთილი ადამიანი, ხატვარი ბატონი ტარიელ სისაური და დღეს ვიმყოფებოდით ზუსტად მის სტუდიაში, სისაურის სტუდიო, რომელიც მდებარეობს მთაწმინდის პარკში. მობრძანდით, პირადად ნახეთ ეს ადამიანი და ვიმედოვნებ რომ კარგი ემოციებით და დადებითი ემოციებით წავალთ ამ ადამიანის. დიდი მადლობა. სულრობისთვის. დაიხადეთ. მადლობა.